ბიძინა ივანიშვილი ჯულიუს ბიერის სასამართლოში უჩივის ინფორმაციას მისი ადვოკატი ლაშა კალანდაძე ავრცელებს. წერილში ვკითხულობ, თითქმის 10 წელია მიმდინარეობს დავა კრედით სუისთან და მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში. სინგაპურში მიმდინარე დავა კრედით სუისის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. კრედით სუისთან უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში, ჯულიუს ბიერში, მათ შორის ის ანგარიშებიც, რომლებზეც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. უნდა აღინიშნოს, რომ ჯულიუს ბიერის წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა. თითქმის 6 თვის მანძილზე ჯულიუს ბიერი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების ბრუნვის შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯულიუს ბიერმა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, მან დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულებების შესრულება. ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობები. 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჯულიუს ბიერი ფაქტობრივად დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიშები უნდა დაეხურა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშების დახურვის გაუქმების მიზანშეწონილობა ჯულიუს ბიერის მიერ არ იყო არგუმენტირებული, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. ივანიშვილი აპირებს მათ შორის უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, რომ დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები სწორედ ჯულიუს ბიერის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულებების შესრულების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნული ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ადვოკატი ავრცელებს.